სადაც გურჯაანის ნაყინია, ყველგან სიხარულია. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მე უნდა გავიმეორო შეკითხვა. თუ ჩვენ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნების წინ პირდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას, დღეს რატომ ინიშნებიან თქვენი აზრით იგივე მოსამართლეები, ვინც აი იგივე იმ გახმაურებული საქმეების მოსამართლეები იყვნენ გირგვლიანის, მოლაშვილის, იგივე თორნიკე მოლაშვილმა ეხლა თქვა გვანცა ყუფარაძის და ასე შემდეგ. ქალბატონინგა სანამ თქვენს კითხვას უპასუხებ, მინდა გთხოვოთ, სანამ სტუმარს მოიწოდეთ, მანამდე იქნებ ფსიქომოთხოვს და მოატანეთ, ჯიჟები არ მოხდნენ. უკაცრავად, გთხოვთ კორექტულად. ეხლა რაც შეეხება ზრდელი რო ხარ აქ ვიცი, მაგრამ კიდე ეს ხასულსო თუ ხდებიან. თქვენს კითხვას რაც შეეხება. ისე ფსიქოშენზე უნდა მოგედანა ჯერ და მერე სხვას. თქვენი კითხვის არსი, ჩემი პასუხი მე მეგონა მე მეუბნებოდა ჯერ ფსიქო უნდა დადო შენიო. არა, კარგეთ, ვცდილობ ჩემი თხოვით რომ განვუხტო ძალიან დაძაბული სიტუაცია. რაც შეეხება თქვენ კითხვას, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქართულ საზოგადოებას ჰქონდა საკვანძო პრეტენზია, შეიძლება ითქვას ერთადერთი საკვანძო პრეტენზია ეს იყო ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. დანარჩენი რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ეს პრეტენზია არ ყოფილა პრეტენზია ქვეყნის საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ პრეტენზიები არ გქონია სხვადასხვა ისეთ ლარის კურსთან დაკავშირებით და ისეთ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, რაც დღეს უკვე გვაქვს ეს პრეტენზია და რა პრობლემების დღეს ხელისუფლებას გააჩნია. ესე იგი რა მოხდა? ის პრობლემა და ის პრეტენზია, რაც საზოგადოებას ჰქონდა წინა ხელისუფლების პირობებში და ჰქონდა სამართლიანად, იგივე დარჩა ეს პრეტენზია, ჩვენ ისევ გვაქვს და უფრო მძაფრად კიდე შეიძლება ითქვას ეს პრეტენზია და დაემატა ის პრეტენზიები, რაც უფლებებზე დღეს უფრო მძაფრად გაქვს პრეტენზიები, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ადამიანის უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები, ასევე იგივე ბიზნესის უფლებები, იგივე ტელევიზიების და იგივე სიტყვის თავისუფლება რუსთავი მიმართებაში და ამ შემდეგ, რაც უფლებებს შეეხება ზოგადად ერთ სიტყვაში, რაც შეიძლება იგულისხმოს, დღეს ცხადია, არის ეს პრეტენზიები, არის საზოგადოებას აქვს ეს პრეტენზიები, მეც ძალიან მძაფრად მაქვს და შეძლების დაგვარად, სადაც მე ამის შესაძლებლობა მექნება ვაყენებ ამ სხვა კითხვის ნიშნებს და ვაყენებ ჩემს პრეტენზიებს. თუმცა ხელისუფლებამ მოახერხა რომ ეს პრეტენზიები რეალურად ჰქონდა შანსი ადამიანის უფლებების მიმართულებით ხელისუფლებას წინ გადაედგა ნაბიჯი და ეს პრეტენზიები უბრალოდ გამქრალიყო, მაგრამ კეთილი ნება არ იყო ხელისუფლებას თუ ეს მათი უნიათობით ვერ მოახერხა თუ როგორ ვერ მოახერხა, ჩვენ ვხედავთ რომ ნამდვილად ეს ვერ მოახერხა და ამის არაერთი მაგალითი ჩვენ ვიცით და რამოდენიმე წუთის წინ ჩამოვთვალე და ამას დაემატა ის რომ ეკონომიკური კრიზისი, კოლაფსი, ლარი და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. მადლობა. თუმცა მე ისევ გავიმეორებ ოდნავ მოგვიანებით ჩემ შეკითხვას მოსამართლეებთან დაკავშირებით რა სიტყვით ბატონო დავით, ანუ თქვენი ოპონენტი ამბობს რომ თუ ადრე მხოლოდ ადამიანის უფლებებზე იყო პრეტენზიები, ეხლა გაუარეს და ადამიანის უფლებებზე პრეტენზიები და ამას ყველაფერზე დაემატა ეკონომიკური პრობლემები. ოპონენტის თხოვნას მეც ერთხოვნას თხოვთ რომ გაუგებარი ორიენტაცია ადამიანები არ დამახვედროთ ხოლმე სასურველია ყოფილი. პოლიტიკურ ორიენტაციაზე საუბრობთ. მათ შორის პოლიტიკურ ორიენტაციაზე საუბრობ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის რაც ხდება ეს არის რომ სამართლიანობა ამ შემთხვევაში რა სისულელებს ლაპარაკობს ეს კაცი ვინ არის საერთოდ? საიდან მოიყვანეთ? საიდან მოხვდით? საიდან მოხვდით? შენ რა გინდა ერთის ამიხსენ? რა სისულელებს მოდიალოგ, რა ორიენტაციაზე? კარგით, არ გვინდა ორიენტაცია. ორიენტაციაზე. რა სისულელებს რა ორიენტაციაზე ლაპარაკობ? რა ორიენტაცია? კარგად თუ გინდა. აბა რა ორიენტაცია? პოლიტიკურ ორიენტაციას გულისხმობ და ალბათ ნაციონალებთან კავშირში ნაციონალურ გაიმეორე ხართ ნაციონალურ მე ვის უჭერთ პოლიტიკურად კურსს არის შენი მეგობარი თუ არა თუ გაინტერესებთ გეტყვი რომ უჭერ ხართ ყველა პროდასავლურ ძალას საქართველოში მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას ეს თუ გაინტერესებს სააკაშვილი არის თუ არა შენი მეგობარი თუ გაინტერესებს ჩემი მეგობრები ვინ არის ჩამოგითვლი არ არის პრობლემა აბა ჩამომითვალე რა გინდა ჩემი მეგობრები რომელი ერთ ჩამოგითვალო სააკაშვილი არის თუ არა შენი მეგობარი თემონემ სიწვერიძე არის ჩემი მეგობარი კაცო გეკითხები კონკრეტული პასუხი გამეცი სააკაშვილი არ არის ჩემი მეგობარი შეიძლება ვიცნობ ადამიანს მეგობრული ურთიერთობა არ გამაჩნია ადეიშვილი არის თუ არა შენი მეგობარი
ადეიშვილს საერთოდ არ ვიცნობ ფიზიკურად. ბოკერი არის თუ არა შენი მეგობარი? ბოკერიასაც ვიცნობ, მაგრამ მეგობრობა არ გამაჩნია, ეგ თუ გაიგებს. კარგია. აი ხა ცოტა გავერკვიე. ბატონო დავით, აუცილებელია რომ ადამიანს თავისი ხედვა თუ აქვს საერთოდ მაინც ახილირება. მეგობარიც რო სურათი რო გადაიღებ, მაგას რა ქვია? მეგობარიც რო ვიყო. რა ქვია მაგას? მეგობარიც რო ვიყო, ბოკერიასი, მიშა სააკაშვილის, ზურა ადეიშვილის რა? ჰიტლერის, გერინგის, აი ეგ არის შენი მეგობრობა, ეგ არის შენი მეგობრობა. ჰიტლერი სუსხა ხალხი არია. არადეკვატურები, ორიენტაციაში გაუგებარები, ჩამოყალიბდით, რამე არეულები, რაღაც შტერობებს რო ლაპარაკობ. ვაიმე ძალიან მოდი, გავიმეორებ შეკითხვას. ბატონო დავით, ანუ ძველ პრეტენზიებს მე მოვიყვანე, ბატონი დავით ფაცაცი არის თამაზ მეჭიაურის გუნდის მეტი სხვაგან სად უნდა იყოს ახლა მეჭიაურთან თუ არა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ის იბრძვის იმისთვის რომ მოხდეს მომავალ პარლამენტში და ხელისუფლებაში. ფათაშორის ქართული ოცნების დამფუძნებელია და პოლიცაბჭოს ზუსტად ქართული ოცნების დამფუძნებელი როა აი ეს მადლობა მაცადეთ ეხლა არა კითხავდა მოსახლეობამ სამწუხაროდ დაუშვა 2012 წელს მათ შორის დამას მევინე თუ შეიძლება კითხვა უბრალოდ ბოლომდე ჩავა რა და მე არ გამოვრიცხავ რომ აი ამ ადამიანს რამოდენიმე ადამიანი თუ ამან კენჭი იყარა საერთოდ რამოდენიმე ადამიანი ნუ აკანკალდები ხა პირდაპირ შეიძლება გაჩერდი ხა რაღაცებს ისეთ რაღაცებს ლაპარაკობთ რაც მოწყვეტილია რეალობას აბსოლუტურად არ სათანადო რაღაც ჩემი სურათები დაგითვალიერებია რაღაცებს ყვები აქ მე რა მოხდა ხა მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძესთანაც აქვს სურათ გადაღებული მე რა კარგად ვიცნობ თქვენისთანაც ორიენტაცია სად გაქვს როგორ გაქვს ისიც ვიცით ყველაფერი და სათითაოდ ჩემი პოლიტიკური ორიენტაცია მკვეთრად გარკვეულია ეს არის მკვეთრად დასალური თქვენ არ გაგაჩნიათ ორიენტაცია აღრეულები ხართ როგორც პოლიტიკურ ორიენტაციაში მე არ ვიცი ხა დანარჩენებში რა შეხართ არ გვინდა ისეთ რაღაცას ლაპარაკობ ცოტა სერიოზულად ჩამოყალიბდით და ისე ილაპარაკობ კარგით ბატონო დავით ადრე იყო მხოლოდ პროტესტიო ადამიანის ფეხქვეშ გათელილი უფლებები როგორც მაშინდელი ოპოზიცია დღევანდელი ხელისუფლება ფორმულირებას აკეთებდა დღეს კი თქვენი ოპონენტის აზრით ამ ყველაფერს დაემატა ეკონომიკური და სოციალური თვითონ არ იცის რა უნდა თვითონ არ იცის რას წარმოადგენს რომელ პარტიას წარმოადგენს რომელ არ დავანებოთ თავი არც ერთ პარტიას ადამიანები არის ჩვენი რეალობის უბედურება რომელიც თვალთმაგცურად თაღლითურად მოქმედებდა გინდათ რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თან ვითომ ისხარ და თან ვითომ არ ხარ საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი რაც არის სურათ შეინახე და შენ ერთ ადამიანთან სურათებს არც გადავიღებ და არც ვაპირებ მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის რომ შენისთან ადამიანი გაბოროტათ ასე რა გჭირთ რა გემართება ხო არ გეშლება რამე ხო არ გეშლება საცხოვრობი რატო ხარ ასეთ ბოროტი იმიტომ ვარ რომ შენისთან ადამიანები ბედავენ დღესაც თავხედობას და დღესაც ბედავენ ლაპარაკს რას ბედავ თავა შენ ხარ დღეს სააკაშვილის თო გულშემატკივარი ეგეც არის უბედურება მისი ძმაკაცი რო ხარ და რო ამბობ რომ არ არის ჩემი მეგობარიო ეგ არის თქვენი უბედურება და აი ესე ყველას მოგიწევთ უარის თქმა იმაზე მეგობრობა იცით რას ნიშნა იმაზე რაც ხარ მეგობრობა იცით მოდის მეგობრებს თავი დავანებოთ მე დავსვავებ მეგობრობა არის მეგობრობა შეიძლება თუ შეიძლება სურათი არის სურათი არ გვინდა თუმცა მეგობარიც რო იყოს რა თქმა უნდა საქართველოს ნებისმიერ პრეზიდენტთან მეგობრობა საქართველოს პრეზიდენტთან არის საამაყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან თუნდაც ეს იყოს გიორგი მარგველაშვილი ახლა რამდენადაც არ უნდა მოლაშვილის საქმე იქნება თქვენი სასჯელი სულხან მოლაშვილის რამდენადაც ოპოზიციურ დაწყობაში არ უნდა ვიყო მე მარგველაშვილი არ ხარ მაგათაც მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი არის და ჯერ ინსტიტუციებს უნდა მოდით კითხვა დავსვავდა მაღალი ღირებულება რაც გაგაგორალი სადაგაგ ერთი ამესე სადაგაგ მორალი ეგერ კობა დავითაშვილი მოკლეს გაანადგურეს და კობა დავითაშვილი ჩივისო და რაღაცა ალბათო თავის საქმის გამოძიება აი ეს არის თქვენი უნამუსობა და უსინდისობა რომ დღესაც ბედავთ აი ესე ცინიკურ ჯდომას აქ და მოსამართლეები ბრალია რომ არ გადავამოწმევ ისთან მოვდიოდი ჩამეხედა მაინც დიდი ბოდიში ისრაული აწი გეცოდი მოდით მე კითხვას დავსვავ და ამ კითხვაზე თქვენი პასუხი მინდა რატომ ინიშნებიან იგივე მოსამართლეები თქვენი აზრით ბატონო დავით ვინც იყვნენ სწორედ გირგვლიანის მოლაშვილის და ასე შემდეგ საქმის მოსამართლე. მე ვერ პოულობ ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ სავარაუდოდ არის ის, რომ აი ესეთი ადამიანები აძლევენ თავის თავს უფლებას ამდენის ლაპარაკს. სწორედ ეს არის ალბათ პოლიტიკა გარკვეულად, რომ ერთის მხრივ ორმაგი ოპონირების გარემო გამოვიდეს, ერთის მხრივ
ნაციონალური მოძრაობა იყოს პოლიტიკურ პლატფორმაზე და ამისთვის ყველაფერს საშუალებას აკეთებს, ესე ვთქვათ, კოაბიტანტების, ვთქვათ, რეკომენდატორები, ელჩები და სხვადასხვა მრჩევლები და მეორეს მხრივ მსხვერპლი ალბათ ქართული ოცნება, მე სხვა პასუხს ვერ პოულობ ამ კითხვაზე. ვისი მსხვერპლია? სწორედ აი მრჩევლები, სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაციის და სწორედ იმ რეალობის, რომელშიც ჩვენ დღესაც ვიმყოფებით. 4 წლის თავზე ქართული ოცნების ამომრჩეველი არ ფიქრობდა და არც ოცნებებდა იმაზე, რომ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა, რომ დაუსჯელი დარჩებოდა დღეს ნაციონალურ მოძრაობის უმრავლესობა. ყველაზე მთავარი პირები, რომლებიც აუპატიურებდნენ, კლავდნენ, ანადგურებდნენ, ქონებას არჩევდნენ, მათ შორის ეს მოსამართლეები, რომლებიც ზრჯიდნენ ადამიანებს და ესეთი ადამიანები დღეს მათი გულშემატკივრები არიან და რჩებიან. თვითონ არიციან რა უნდათ, როგორ უნდათ, მაგრამ კარგად იციან ადამიანები როგორ მოკლან, კარგად იციან ადამიანები როგორ გაამწარონ, დაასახიჩონ, კარგად იციან ქვეყნის ტერიტორიები როგორ ჩააბარონ, კარგად იციან როგორ გაყიდონ მთელი ქვეყანა და ამ დროს დღესაც ცდილობენ ესე ვთქვათ, თვალთმაგცურად არასამთავრობო თუ რაღაცეები შემოვიდნენ პოლიტიკაში და ესე ვთქვათ, ახალი ფერიცვალებით მოევლინონ ამ რეალობას. ასეთივე რეალობის შედეგია პაატა ბურჭულაძის პარტია, ასეთივე რეალობის შედეგია გირჩი, ესე წოდებული ვაშაძის პარტია, ასეთივე რეალობის შედეგია რომელია კიდე რომელიღაცა პარტიები. ეს ის განშტოებებია ნაციონალურ მოძრაობის, რომლებიც დღეს ცდილობენ ესე ვთქვათ, ბურჭულაძე სააკაშვილის განშტოებაა, თქვენ. რა თქმა უნდა, ცალსახად. თქვენ გახსოვთ ბურჭულაძეს ერთი განცხადება მაინც ნაციონალურ მოძრაობის პერიოდში, რომ გაეკრიტიკებიან ან ერთი მოსამართლე, ან სააკაშვილი, ან ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მე მახსოვს ერთი კონცერტი მიმხავდა მისი საქველმოქმედო საღამოსი, ეს იყო იავნანა, სადაც ნაციონალური მოძრაობის დროს მას ჰქონდა პრობლემები და საგანგებოდ გადაკეტეს გზები, რომ ბურჭულაძის საქველმოქმედო კონცერტი ჩაიშლება. თქვენ გახსოვთ ბურჭულაძის განცხადება, მოწოდება, რომ ხელისუფლების მიმართო ხელისუფლება ნუ იქცევი ასე უზნეოდ, ხელისუფლება ნუ აკეთება ამას. გახსოვთ რომ მე განცხადება, რომ მე მოვდივარ პოლიტიკაში და ეს უსამართლობა უნდა დავამარცხო? სამწუხაროდ ის იყო. არ ვიცი, ალბათ მძევალი, ალბათ რეალობის ესე თქვა ეშინოდა, ალბათ ვერ ბედავდა, მაგრამ დღეს, როცა ის იყენებს ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს რეგიონებში, მისი კანდიდატები, უმეტესად ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები არიან. ელემენტარულია, საიდან ამდენი ფინანსები, საიდან ამას ყველაფერს ჩვენ ბრიფინგის დონეზე გამოვაქვეყნეთ. მე ყოველთვის ვცდილობ ამის გამოძიება საბოლოოდ და გავადგინოთ როგორ და რა საშუალებებით ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ რეალობა ცალსახად ასეა. რა თქმა უნდა, ეს ასეა. დიდი მადლობა, უნდა დავასრულოთ და მე ბატონო ზვია, თქვენ დაგისვათ იგივე კითხვას, რატომ ინიშნებიან თქვენი აზრით დღეს იგივე მოსამართლეები, ვინც იყო ცნობილი საქმეების გადაწყვეტილების მიმღები? ერთადერთი ახსნა აქ ამას მონური მორჩილება ივანიშვილისადმი და მონური მორჩილება ხელისუფლებისადმი უფრო ივანიშვილისადმი. ისე როგორც წინა პერიოდში სააკაშვილის მიმართ ქონდა. რა თქმა უნდა, ადამიანი რომელიც მონა არის და მორჩილი არის, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფალი, ის ნებისმიერი ხელისუფალის თქვენ რა გონიათ მურუსიძე შემდეგი ხელისუფლების პერიოდში მონა არ იქნება და მორჩილი არ იქნება და ის თავისუფალი მოსამართლე იქნება და გამოიტანს თავისუფალ გადაწყვეტილებას მისი მრწამსიდან და მისი შეგნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, მურუსიძე გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მას ეტყვია. ისევე როგორც გამოაქვს ახლა, რასაც ეუბნებიან, იმ გადაწყვეტილება გამოაქვს. შესაბამისად, ახლა მოსამართლეებზე ახლა იმ ტონით ლაპარაკი, ახლა ისინი იყვნენ წინა ხელისუფლების მონები, შესაბამისად არიან დღევანდელი ხელისუფლების მონები და ბუნებრივია იქნებიან შემდეგი მოსამართლეების მონები. აქ ამ მიმართულებით არის ცალსახად გასატარებელი რეფორმა და ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები საქართველოში, რომლებიც არ მიიღებენ არც ერთი ხელისუფლების შეკვეთას და შემდეგ არ შეასრულებენ ამ ხელისუფლების ამ შეკვეთას. მადლობა. უნდა დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. მე კი ბატონ დათოს მინდა მივმართო. ძალიან სერიოზული განცხადება გააკეთეთ ახლა და ბრალდება დაუშვათ პაატა ბურჭულაძის გუნდის მიმართ. მე აქვე მინდა შემოგთავაზოთ უახლოეს დღეებში მათთან ერთად დისკუსია დავგეგმოთ თუ თქვენ ფიქრობთ რომ ისინი ფინანსდებიან მიხეილ სააკაშვილისგან. დავით ფაცაცია და ზვიად ყუპრავა იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ამით უნდა დავასრულოთ დღის ამბები 4 საათზე. ერთმანეთს შევხვდებით 7-ზე. ახლა კი ეთერში ამ წუთისთვის განვითარებული ახალი ამბების დროა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დროებით.